დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და გრძელდება შუადღე. საინტერესო თემაზე ვსაუბრობთ გაცემის მომდევნო სტუმრებთან ერთად. გეტყვით, რომ 2 აპრილს აღინიშნება აუტიზმის საერთაშორისო დღე, ხოლო ხვალ 1 აპრილს 15 საათზე აუტიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში სამუშაო შეხვედრა გაიმართება, რომელსაც დაესწრებიან სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები. შეხვედრის მიზნის და დეტალების შესახებ გვესაუბრებიან გადაცემის სტუმრები, რომელსაც წარმოგიდგენთ დიდი სიამოვნებით. ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილე ქალბატონი ნინო ვადაჭკორია და ცენტრის თანაშრომელი ქალბატონი ფათი მულაძე. მოგესალმებით. მოგესალმებით. როგორც ჩვენთვის ცნობილია, 2007 წლიდან აღინიშნება ეს დღე და მთელ მსოფლიოში და მათ შორის ჩვენს ქვეყანაშიც ძალიან საინტერესო შეკრება გველის ზოგადად წინ, იმიტომ რომ საკმაოდ წარმომადგენლობით სტუმრებს ელოდებით, იქნებიან უწყების თანამშრომლები, სახალხო დამცველი, ფსიქოლოგები, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა მშობლები, მოკლედ ძალიან ბევრი ადამიანი დაესწრება და ყველაზე მთავარი არის რომ შემუშავდება რეკომენდაციები. პირველ რიგში ვისაუბროთ აი ამ ღონისძიების შესახებ და შემდეგ უკვე ზოგადი კუთხით რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. გამარჯობათ, მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, ყოველთვის გვითმოთ თქვენ ეთერს და მით უმეტეს როცა სიახლეები აქვს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრს. ჩვენ გვაქვს სიახლე, შეიქმნა ახალი დეპარტამენტი, რომელიც ჰქვია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და განსაკუთრებით საჭიროების მქონე პირთა ინტეგრაციის დეპარტამენტი. გამომდინარე იქიდან, რომ 3 წელია ჩვენ ამ საკითხზე მუშაობთ ცნობიერების ამაღლების კუთხით და თქვენ მოგეხსენებათ, რომ ძალიან ხშირად ვარ თქვენი სტუმრები, მერაბი, მარიკო, მიშა და სულ ყველანი თქვენთან თქვენი დახმარებით ინფორმაციას ხშირად ვაწვდით თქვენი ეთერიდან და აქედან გამომდინარე დავინახეთ ეს საჭიროება და საზოგადოების მოთხოვნა ცნობიერების ამაღლების კუთხით გამოიკვეთა, რომ საკმაოდ საჭიროა და მით უმეტეს მოზარდებში და ახალგაზრდებში, ამიტომ 1 აპრილიდან ჩვენთან ამ დღესთან დაკავშირებით თან დაემთხვა ახალი დეპარტამენტი გაიხსნა, ჩამოყალიბდა, რომლის ერთ-ერთი სამსახურის უფროსი ფათი გახლავთ, ამ დეპარტამენტს ვკურირებ უშუალოდ მე და აქედან გამომდინარე ჩვენც ეხლა ახლებურად ვიწყებთ ამ მიზნებზე და ამოცანებზე მუშაობას და ის გამოცდილება და ცოდნა, რაც 2-3 წლის განმავლობაში ჩვენ დავაგროვეთ ამ კუთხით, ძალიან წაგვადგება ამ საკითხში და ხვალინდელი დღეც ალბათ იმის ნათელი მაგალითი იქნება, რადგან შარშან ჩვენ 2 აპრილს ზუსტად კვირეული გავაკეთეთ აუტიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც ერთ-ერთი საინტერესო იყო. შეიქმნა Facebook, ასე ვთქვათ, მშობელთა შიდა ჩატი, სადაც მათი რეკომენდაციების მიხედვით ცნობიერების ამაღლების კუთხით სხვადასხვა განხილვას ვაწყობდით სკოლებში, როდესაც ჩვენი წარმომადგენლები მიდიოდნენ საინფორმაციო ბუკლეტები შემოგვქონდა, თქვენ მოგიტანეთ დღეს საინფორმაციო ბუკლეტები, რომელიც მეტნაკლებად აუტიზმის შესახებ მითსა და რეალობას გამოსახავს და კარგი იქნებოდა, რომ ეს ფორმატი უფრო სხვა ფორმატით გადაგვეტარა, მშობლებიდან წამოსულიყო ეს რეკომენდაციები, რაც მათთვის საჭირო იქნებოდა და ჩვენ როგორც ცენტრი საზოგადოებაში მიმტანი ინფორმაციის და მოზარდებში შემტანი ამ ცნობიერების ამაღლების კუთხით შეგვეტანა და მათი რეკომენდაციები გაგვეთვალისწინებია არა მარტო მშობლები, აქ მოწვეული არიან სპეციალისტებიც, ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ ამ კონკრეტულ სიტუაციაზე მუშაობენ და რა თქმა უნდა ეს დღე არ შემოიფარგლება მხოლოდ 2 აპრილით, ეს წავა მთელი წლის განმავლობაში ცნობიერების ამაღლების კუთხით, მისი დახვეწა, ბუკლეტის უკეთესად ჩამოყალიბება, მოზარდებთან უფრო უკეთესად მიტანა ამ ინფორმაციის და ჩვენი გაზდა მათთან ერთად, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ სულ 8 წელია რაც აუტიზმის საერთაშორისო დღე გაეროს ასამბლეის მიხედვით შემუშავებული იქნა, 8 წელი ეს არ არის დიდი დრო იმისთვის, რომ საქართველოში 2007 წლიდან აღინიშნება, რა თქმა უნდა, მაგრამ რაც მე მიხარია, რომ საზოგადოება მოწადინებულია, რომ ამ აქციაში, ამ PR აქციებში ყოველთვის ეს არის ამაღლების დღე, ასე ქვია. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, თქვენთან იყვნენ ჩვენი კოლეგები დაუნის სინდრომთან დაკავშირებით მიწმო დღეზე ძალიან დიდი აქცია ჰქონდა გაკეთებული, რომელიც ცნობიერების ამაღლების კუთხით გაშლილი იყო მთელი თბილისის მასშტაბით, სადამდეც ჩვენი რესურსი გაწვდა. დანარჩენ ხვალიდან დღესთან დაკავშირებით ფათი მოგახსენებთ. გისმენთ ქალბატონ ფათი, ძალიან თავი მიზანი რა არის აი ამ შეხვედრის ამ შესახებ რომ ვკითხოთ.
მოგესალმებით, მადლობა მოწვევისათვის. პირველ რიგში თქვენ როგორც უკვე ახსენეთ, ცნობიერების ამაღლება იქნება ეს უმთავრესი ჩვენი მიზანი, ისე როგორც გაეროს ასამბლეის მიერ არის დადგენილი და გარდა ამისა, ჩვენ ეს რეკომენდაციების შემუშავება ვფიქრობ, რომ პირველ რიგში ჩვენთვის გვჭირდება, როგორც ქალბატონმა ნინომ ახსენა, ეს ახლად შექმნილი დეპარტამენტი, რომელიც მთლიანად მიმართული იქნება იმისკენ, რომ შეშლილ და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები ჩართოს სხვადასხვა აქტივობებში, ამიტომ ეს რეკომენდაციები, რომლებიც გაცემული იქნება როგორც სახელმწიფო ორგანიზაციებისაგან, ასევე ადამიანები, რომლებიც უშუალოდ არიან მშობლები, შეიძლება ითქვას ამ შემთხვევაში აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებს, მათგან მიღებული რჩევები და რეკომენდაციები, რა თქმა უნდა, ძალიან საჭირო იქნება ჩვენი ცენტრისთვისაც და ასევე საზოგადოებისთვისაც. ჩვენ ვეცდებით, რომ ეს რეკომენდაციები მივაწვდინოთ ადამიანებს, რომლებსაც ხელით იწვევათ შემდგომ ცვლილებების განხორციელება, როგორც საკანონმდებლო დონეზე, ისე ზოგადად ქვეყნის ცხოვრებაში. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს იქნება დასაწყისი, ეს არ იქნება რა თქმა უნდა იდეალური ფორმით თავმოყრილი რეკომენდაციები, თუმცა ეს არის პირველი მრგვალი მაგი და როცა ჩვენ ერთად შევიკრიბებით, რათა მივიღოთ ის შედეგები, რაც შემდეგ შეეუწყობს საზოგადოებას ხელს, რომ პატარ-პატარა ცვლილებებით, ასე ვთქვათ, წესრიგ გქონდეს ცნობიერების ამაღლების კუთხე. შემდგომში უკვე წარუდგენთ ამ ყოველგვარ ამ რეკომენდაციებს უკვე საზოგადოებას, რა თქმა უნდა. დიახ, ასე ეს პირველი შეხვედრა. შეკრება გაიმართება, საინტერესო ალბათ გაქვთ თქვენის ჩამოყალიბებული საკითხები, რომელზეც ისაუბრებთ თქვენი ფონდი, რომელსაც წარადგენს კონკრეტულად. რა ხდება ჩვენს ქვეყანაში ამ კუთხით საინტერესოა? როგორ გამოხატავს მზაობას საზოგადოება, რამდენად იციან რა არის აუტიზმი? კი ბატონო, მშვენიერი კითხვა, მადლობა შეკითხვისათვის. 2008 წლიდან ვახსენეთ, რომ ეს არ არის დიდი დრო, 2007-დან. ეხლა პრინციპში ნაბიჯები იდგმება, რაც საზოგადოებას უწყობს ხელს, რომ ერთად რაღაცა შედეგებს მივახციოთ. ეს იქნება სასკოლო ცხოვრება, მშობლების ცხოვრება, ბავშვების ზოგადად ფსიქოლოგებთან და სოციოლოგებთან ურთიერთობა, იმიტომ რომ ალბათ დღეს ბევრჯერ გაჟღერდებოდა არა მარტო თქვენი ტელეეთერი, ფსიქოლოგების რჩევა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რომ ნადრეულ ასაკში აღმოჩენილი აუტიზმი, თუ კი ამაში დროული პრევენცია ხდება, რა თქმა უნდა არ იკურნება, როგორც ვიცით, ეს არ არის დაავადება, მაგრამ შეიძლება რომ იყოს ასე ვთქვათ დაძლეული სხვადასხვა ტიპის სირთულეები. ასე რომ თუნდაც ამის ცნობა მშობლებისთვის, რომ ჩვენ შეგვიძლია რაღაც გავაკეთოთ დასაწყისიდან, მგონია რომ ყველაზე მთავარი მაინც არის საზოგადოებაში ინტეგრაცია. ის რომ აუტიზმი არ არის წინაღობა აქტიური ცხოვრებისათვის. პირველ რიგში აუცილებელია თვითონ ჩვენი როგორც ნებისმიერი მოქალაქის ინფორმირება თუ რა არის, ამიტომ ეს მარტივი პატარა ბროშურა ძალიან მარტივ და ასე რომ ვთქვათ, რომ გადაშალოთ ნახავთ, რომ აი რა არის მითი, ხო, აი გზავნილებივით არის, რა არის მითი. მითი იყო, რომ აუტისტური სპექტრის მქონე პირები ვერ სწავლობენ. ანუ მარტივად, ხო? იქვე უწერთ რეალობას. რეალობა აუტისტური სპექტრის მქონე პირებს აქვს დასწავლის უნარი. აუტიზმი არასწორი აღზრდის შედეგია. ძალიან ხშირად გვესმოდა ეს ყურშა, არასწორად აღზრდა ბავშვს აქ რაღაც ევენ ყურადღებას და ასე შემდეგ ჩაკეტილი. არა, აუტიზმი არის ნეიროგანვითარებითი დარღვევა, რაც არ არის დამოკიდებული აბსოლუტურად მშობელზე. აი მაგალითად კიდე მითი იყო, რომ აუტისტური სპექტრის მქონე პირებს არ ახასიათებთ ემოციები და გრძნობის პირიქით აუტისტური სპექტრის მქონე პირები განსხვავებულად გამოხატავენ ამ ემოციებს, შეიძლება ჩემზე და თქვენზე უფრო მეტად და განსაკუთრებულად მძაფრად ან პირდაპირ მინიშნები და საერთოდ ახლა ჩვენ იქიდან გამომდინარე რომ ვართ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი, ჩვენ არა ვართ ასე რომ ვთქვათ ჯანდაცვის სამინისტროს და ქვეშ დაქვემდებარებული სტრუქტურა, ამ სისტემას არ ვხევთ გამომწვევ მიზეზებს და თუ როდის დგინდება ეს უკვე ჩამოყალიბებული, რომელიც ჩვენ ვიცით, რომ უკვე ამ სიტუაციაში არის, ამ მდგომარეობაში არის ადამიანი, ანუ აუტიზმი, აუტისტის სიტყვაც არ შეიძლება, ხა აუტიზმური მდგომარეობა ადამიანი, აი ჩვენ მოზარდი, როგორ შეიძლება, რა სერვისი შეიძლება შეესაბამოს სახელმწიფომ მოზარდს იმისთვის, რომ ესეთი ადამიანები ჩართული იყოს ნებისმიერ ჩვენ პროგრამაში ისე, რომ მორგებული იყოს მათთვის, ინტეგრირებული იყოს და საინტერესო იყოს და ეს არ იყოს შემაფერხებელი ერთსა და მეორე ადამიანის შორის უკეთესი საურთიერთობო ინტეგრაციასთან ერთად ასევე მნიშვნელოვანია უწყვეტი განათლების პროგრამები. ეს უკვე განათლების სამინისტროს თემაა, თუმცა ამისთვის მოწვეული ყავს ამ თემასაც განიხილავენ, რა თქმა უნდა იქ არის სპეციალური სამსახური, რომელიც უშუალოდ ამაზე მუშაობს. აგრეთვე მინდა ჩვენი შევთავაზოთ, რომ ჩვენ გვაქვს სავარჯიშო დარბაზი, ესე რომ ვთქვათ, შეძლებული შესაძლებლობა მქონე პირთათვის, იცით თქვენ რომ არსებობს ესეთი დარბაზი, თავისუფლად შესაძლებელია რომ ასეთ დარბაზში ესეთმა ბავშვებმაც ჩვეულებრივ ჩვენ თანამშრომლებთან და სხვა მოზარდებთან ერთად ივარჯიშონ. ანალოგიურად ჩვენ გვაქვს კიდე მეორე დარბაზი, რომელიც უშუს ფედერაციის ხელშეწყობით
მოხდა ჩვენთან ერთად გავაკეთეთ ეს დარბაზი, სადაც უშუს ხრიდოლი კარატე, რომელიც ზუსტად მორგებული უნდა იყოს ინტეგრირებულად ყველა ტიპის, ყველა სოციალური ფენიდან ბავშვების ჩართულობის, როგორც მრავალშვილიანი ოჯახიდან, ისე განსაკუთრებულად საჭიროების მქონე პირთათვის, ისე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, ისე ჩვენს თანამშრომლებით. ზოგადად ეს სტერეოტიპული აზროვნება საკმაოდ რთულად შესაძლებელია და ჩვენ შევცვალეთ თქვენ გახსოვთ გარიკო და მერაბი, რომელიც ჩვენთან მუშაობს. ორივე ეტლით მოსარგებლია, მარიკო საკმაოდ წარმატებულია, მერაბიც იცით თქვენთან საკმაოდ, თუმცა თავიდან იყო შეფერხება, მთლიანად ჩვენი სამსახური. ჩვენ ყავს თანაწამყვანი ანინას მაინც. რა თქმა უნდა, ჩვენი სამსახური მთლიანად ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი ადაპტირებულია, შეიცვალა პანდუსი მთლიანად. მე ვფიქრობ, რომ ეს ტენდენცია იცვლება, საერთოდ ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით აქტუალური ხდება ეს თემები და ნელ-ნელა მიდის, არ არის ეს არ უნდა დავარღვიოთ რაღაც, შეიძლება ჩვენ შეგვეშალოთ, ჩვენც არ ვიცოდეთ, ჩვენც მათთან ერთად უნდა ვისწავლოთ და ზუსტად ისე, რომ არ დავაზიანოთ რომელიმეს უფლება. თავად ერთ ცნობიერების ამაღლება, ალბათ აქედან იწყება ყველაფერი. საინტერესოა აი ესეც არის ეს ნაბიჯები, აი ეს ცენტრი გაფორმდება ესეთი ნაბიჯებით, აი როგორ მივდივართ ცნობიერების ამაღლების კუთხით იმ კონკრეტულ ადგილამდე, სადაც ჩვენი მკვალი მაგიდა იქნება და სადაც პაზლები ძალიან კარგად გამოსახავს ჩვენს სოლიდარობის ნიშანი გვაქვს პაზლები. ეს არის ნიშანი სიმბოლო იმის, რომ ინტეგრირება პაზლის სურათი უნდა აიღოს განსხვავებული სხვადასხვა ნაწილებით, იდეაც ეს არის და ინტეგრაციის პრობლემა ახსენეთ თქვენს და პაზლები რეალურად უკავშირდება ამ დაბრკოლებებს, თუმცა შესაძლებელია მათი ინტეგრირება ისე როგორც რთული პაზლის სურათი შეიძლება აიწყოს პატარ-პატარა განსხვავებული ნაწილებით. ჩვენ ვახსენეთ საზოგადოებაში ინტეგრაცია. მე მინდა კითხოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ამ ყველაფერში სახელმწიფოს როლი, რომ ჩაერთოს უფრო აქტიურად განახორციელოს კომპლექსური ცვლილებები და მაინცაღან ვახსენეთ სტერეოტიპული აზროვნება, რომ ამ ყველაფერი ერთგვარად სამუდამოდ შეიცვალოს. დასაკვირველია უმნიშვნელოვანესია ჩვენი ცენტრის როგორც სახელმწიფო ორგანიზაცია თავისი პროექტებით და აქტივობებით ყოველთვის ცდილობს, რომ სწორედაც ამ ცნობიერების ამაღლებას შეუწყოს ხელი. ქალბატონმა ნინომ ახსენა სპორტული დარბაზები, ჩვენ ხედავთ არაფორმალური განათლების პროგრამებითაც ვცდილობთ, რომ მოვიცოთ ეს ადამიანები ჩვენს გვერდით, ჩვენს სწავლად და სწორად, ასე რომ ცენტრი ყოველთვის მზად იქნება იმისთვის, რომ განსაკუთრებით ხელი შეუწყოს შიშემპირთა და განსაკუთრებული საჭიროებების. მე როგორც გადავავლე თვალი 2014 წლის მონაცემები იყო თვალი მეშლება აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების დიდი რაოდენობა იყო დაუსაქმებელი. ესაც ერთ-ერთი დიდი პრობლემაა, თუმცა სანამ დასაქმდება ადამიანი, მას სჭირდება განათლება, ხომ სკოლის განათლება, სკოლის შემდგომი განათლება, ალბათ გაჟღერდება ესეც განათლების სამინისტროსთან, ეს საკითხიც გაისმება ბუნებრივია, თუნდაც პროფესიული განათლების კუთხით. შემდეგ მოწევაზე რომ მოგვიწევთ აუცილებლად ეს რეკომენდაციები, რომელიც შემუშავდა, აღარ იქნება სპეციალური მასწავლებლები, რომელიც მუშაობენ შიშემ და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან და მე მგონი ძალიან საინტერესო რეკომენდაციებს შევიმუშავებ მთლიანობაში და გავუზიარეთ საზოგადოებას. ეს არ იქნება ერთდღიანი, ეს იქნება მუშა პროცესი, რომელიც წლის განმავლობაში ანუ მომავალ 2 აპრილამდე დაიდება ის საღი მასალა, რომელიც მხოლოდ აი პატარა ბროშურით არ იქნება მოთხრული, იქნება საკმაოდ ასე რომ ვთქვათ, ჩამოყალიბებული, მასშტაბური და ბევრად უფრო ინფორმატიული, რომელიც შესაძლებელია ჩვენ როგორც სახელმწიფო ორგანიზაციამ, სახელმწიფომ მოზარდებს მივაწოდოთ სერვისის სახით ცნობიერების ამაღლების კუთხით. აი რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ადმი თუ არის ეს ყველაფერი გათვლილი და აი მათთან როგორ ხდება ამ კომუნიკაციის დამყარება? თქვენ თუ გახსოვთ, ჩვენ გვქონდა ესეთი პროგრამა გაძლიერდი და შეცვალე, რომელიც შარშან ჩვენ გავაკეთეთ რეგიონებში და რა თქმა უნდა თბილისშიც, მშობლებთან ერთად ცნობიერების ამაღლების კუთხით მათი ადვოკატირების, მათი ჩართულობის და მათთან ერთად რეკომენდაციების შემუშავების კუთხით. ამ პროგრამამ ძალიან კარგად იმუშავა, ჩვენ რამოდენიმე რეგიონში ვიყავით გასული, ზუსტად ხვალინდელი შეხვედრა გამოკვეთავს იმას, რამდენად მნიშვნელოვანი იქნება უფრო ფართო მასშტაბზე გავიდეთ, სად გავწვევით, სად დაგჭირდება სხვისი დახმარება და ერთად როგორ მოვახერხებთ ინფორმაციის მიწოდებას თუ მიმართულების მიცემას კონკრეტულ, რა თქმა უნდა, ყველა რეგიონში აუცილებელია ისიც
იქაც ახალგაზრდები ცხოვრობენ რა თქმა უნდა და იქაც საჭიროა ცნობიერების ამაღლება. თუმცა ჩვენი რესურსით მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ეს ინფორმაცია მივაწოდოთ. და ამ შემთხვევაში მედიის როლი ძალიან მნიშვნელოვანია და მეტი იმედი მაქვს რომ სწორი ტერმინები, აი კარგად ახსენეთ თქვენ სწორი ტერმინები რომელიც თქვენგან მოდის ის ფაქტურად ყურიდან და აღსაქმელია რომელიც სწორად უნდა იყოს მიწოდებული თუ როგორ აი ჩვენ მქონდა ესეთი აქცია ზუსტად რამოდენიმე კვირის წინ რომელი ტერმინია სწორი რომელი არ მაგალითად როგორ იქნება ასე დავამთავროთ კაპიტანინო და რამდენიმე გზავნილი მაყურებლისთვის სწორი ტერმინები გავაშალოთ. სწორი ტერმინები აუტიზმი არ არის დაავადება, ეს არის მდგომარეობა. ეს პირველი რაც აუცილებელია მითი და რეალობაში. როცა ავადმყოფობა რეალურად ეს არ არის ავადმყოფობა, ეს არის მდგომარეობა, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები, შესაძლებელია ესეთი ტერმინი. ანუ ჩვენ თქვენთან ერთად ამ ყველაფერს სწავლობთ, ხვალ ზუსტად, სწორად, ჩამოყალიბებულად მათთან ერთად იმ სწორმა, ესე რომ ვთქვათ, მისაწოდებელ ინფორმაციას ავიღებთ, რომელიც საჭიროა ჩვენ მოზარდებს და რა თქმა უნდა ჩვენ თვითონ მათთან ერთად როლს. კეთილი, ძალიან დიდი მადლობა გითხრათ მობრძანებისთვის და გელოდებით იმ რეკომენდაციებით, რომელიც შემუშავდება უკვე და რომელიც მომავალში წარდგენილი იქნება საკანონმდებლო ორგანოში. ეს ამას კიდე გიტოვებთ, რომ წელი წლის განმავლობაში თუ თქვენთან ვინმე მოვა, აუცილებლად ჩვენთანაც მოვიდეს, რომ ბევრი რამე გაიგოს. დიდი მადლობა, ჩვენ კი ვაგრძელებთ შუა დღეს საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის შესახებ ვისაუბრებთ გადაცემის მესამე ნაწილში, რომელიც 2015 წელს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისა და კულტურის სამინისტროს ერთობლივი ინიციატივით დაიწყო. ფესტივალის მიზანზე ჩვენი სტუმრები გვესაუბრებიან ცოტა ხანში. უბრუნდებით. დაგვალოდეთ რამდენიმე წუთში ვართ ეთერში.